ისე რამდენი რამე არ ვიცით ჩვენი ისტორიიდან. წარსულში ჩვენ ძალიან ბევრი ტომი გვყავდა, რომელთა ადათ წესები და სიმღერები, ცეკვები დღეს დავიწყებულია. მაგალითისთვის კოლხური 1000-ით ტომი არაბულმა შემოსევებმა მოსპო. აქ საუბარია მხოლოდ კოლხურ ტომებზე. შეიძლება ჩამოთვლა მაგალითად ჰენიოხების, ლბინების, ჭილბების, გუგარების, იგივე ეგერების, სუჯების, ხალიბების, დრილების, კორაქსების, ლაზიგების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი დროში და დავბრუნდებოდი იმ პერიოდში, როცა ყველა ჩვენი ტომის შვილი ერთად ბედნიერად მხიარულად ცხოვრობდა ხერსონიდან სინოპამდე ან ტრაპიზონამდე. საინტერესოა რა, როგორი კანონები, როგორი ჩაცმულობის სტილი ჰქონდათ, ან როგორ მეტყველებდნენ. ერთი რამ ფაქტია, ქართველებს ყოველთვის გვიხაროდა და დღესაც გვიხარია სტუმრის მოსვლა ბრჭყალებში. ჩვენ განსხვავებულ ცივილიზაციებთან შეხება გვზრდის. საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი არაქართული ტომი ცხოვრობს. მე აქედან მოვიკითხავ ყველა მათგანს. საქართველოს თითოეულ შვილს შეუძლია საქართველო როგორც თავისი მშობლიური ქვეყანა ისე მიიჩნიოს და ეს სწორიც იქნება. რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების იქნება? თუ კი ადამიანს შეუძლია საქართველოსთვის თავის გაწირვა, შეუძლია საქართველოს წინსვლაში ერთი მცირე აგური მაინც დადოს, ის ქართველია. არ ჩამოვთვლი ადამიანთა სახელებს, რომლებიც არ ყოფილან ქართული გენის მატარებლები, მაგრამ საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდათ. ვინც ჩვენს რელიგიასთან, ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან ახლოს იქნება, დასახელდება ჩვენს მიწა-წყალზე, ეს პრობლემას არ გამოიწვევს ნამდვილად. თავარია ისეთი ადამიანი არ მოვიდეს აქ, ვინც ვერ შეეგუება ბრჭყალებში ჩვენს ადათ წესებს. სტუმარი ჩვენთვის ღვთისაა. რატომ? იმიტომ რომ თავად ღმერთი მოვიდა ჩვენთან სტუმრად. შესაბამისად, ქართველ სტუმრის მიღება უხარია. ქართველს თუ კი ვინმე კარზე დაუკაკუნებს და ეტყვის რომ დევნილი ვარ, შემიფარე, ის აუცილებლად გაუღებს კარებს, დააპურებს და როგორც თავისი ძმა, როგორც თავისი ოჯახის წევრი, ისე ეყოლება, ისე აცხოვრებს. აი ასეთები ვართ რეალურად ქართველები. ქართველები არა ვართ არც რასისტები, არც შოვინისტები. ქართველს უყვარს უფალი და უფალსაც დარწმუნებული ვარ უყვარს ქართველი. რატომ? იმიტომ რომ ის ასეთი გულღია, სტუმართ მოყვარე და ალალია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით. ნებისმიერ ადამიანში იგულისხმება ადამიანი, რომელიც მოდის არა იარაღით, არამედ ცარიელი ხელებით. სწორედ ამიტომ ვართ ქართველები ქრისტიანები. გენეტიკური ქართველი ქრისტიანობის არსის იდენტურია. რაში გამოიხატება ეს ყველაფერი? ქართველს უხარია ადამიანის დახმარება. ქართველი მზად არის გაყინულ დინარეში თავით გადაეშვას სხვის დასახმარებლად და გადაარჩინოს და ეს გაუხარდება. ქართველს სხვისი დამცირება, სხვისი ნივთის მისაკუთრება არ შვევია. პირიქით, ყოველთვის სხვები ისაკუთრებდნენ ხოლმე ჩვენს ნივთებს, ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენს კუთვნილებას. ალბათ ჩვენი ეთნოსი, ერი და სამშობლო სწორედ ამიტომაც არიან ღვთისმშობლის წილხვედრი. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.